სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8.392.827 ლარის გადახდას ავალებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ გაასაჩივრა. ამ თანხის გარდა მიხეილ სააკაშვილს დამატებით 631.540 ლარის გადახდაც დაევალა. სხვადასხვა სააკაშვილმა სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ მას საქართველოში ერთი ვენახის გარდა სხვა ქონება არ გააჩნია და ეს საქმე დედამისის გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული უნივერსიტეტის დახურვას ემსახურება. სააკაშვილმა კომენტარი ოპოზიციის გაერთიანებაზეც გააკეთა. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელებში ვრცელდება. ჩემი არის უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ეს თელი ისტორია რაც ეხება ამ პროცესს, ეს არის პროცესი კონკრეტულად კიდევ ერთი ძალიან მაგარი უნივერსიტეტის დახურვის საქართველოში. ჩემი ქონება შედგება 75 კვადრატული მეტრის სახლისგან, 1.5 ჰექტარი ვენახისგან, რომელიც ვიყიდე საპრეზიდენტო ვენახით, ხელფასით. კიევში მაქვს ჩემი უკრაინული ზომები ძალიან მოგზაურებული სახლი, მაგრამ ის საერთოდ ამას ესენი ვერ მიწვდებიან და ეს საერთოდ სხვაობერიდან არის, ეს ნამდვილად ეხება ჩემ ქართულ მოღვაწეობას. ამ მნიშვნელოვანია, რომ ეს გაერთიანება, რომელიც არის ოპოზიციური. ამ გაერთიანებამ ყველა ამ საკითხზე მოხდიოს რეაგირება. ჩვენ უნდა მივახციოთ იმათ, რომ ეს სანქციები მართლა გახდეს ყოველის მომწვევი. ჩვენ ამ სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ. ძალიან კარგია, რომ ყველები ქონდება ირანული პენეტრაციის საქმე. ოპოზიცია მომწონა აკეთოს. ოპოზიცია უნდა ამხილოს, ოპოზიცია უნდა ჩარხერბოს ყველა გზები ამ რეჟიმისთვის. ოპოზიცია არ უნდა დაუშვოს ამ მდგომარეობის ნორმალიზაცია. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ამ საქმეზე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თეიმურაზ ჯანაშიას კი 300.000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შემდეგ სახელმწიფომ ეგრეთ წოდებული გაფლანგული ფულის ამოღების მიზნით მათ წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო დავა დაიწყო.